თეთრი სახლის ვაჭრობისა და წარმოების პოლიტიკის ოფისმა ანგარიში სახელწოდებით დიდი სატრანზიტო თაღლითობა გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც არის მოხსენიებული. დოკუმენტი ჩინური პროდუქციის მესამე ქვეყნების გავლით შეერთებულ შტატებში შეტანისა და ამერიკული ტარიფების გვერდის ავლის შესაძლო სქემებს მიმოიხილავს. ანგარიშის მიხედვით, ჩინური პროდუქცია შეერთებული შტატების ბაზარზე ზოგჯერ მესამე ქვეყნების გავლით ხდება. გადის მსუბუქ დამუშავებას, გადაფუთვას, ხელახალ მარკირებას, ინვოისების შეცვლას ან სხვა დოკუმენტურ ცვლილებებს, რათა საქონელს განსხვავებული ქვეყნების წარმოშობის იერი მიეცეს და მისი ჩინური წარმომავლობა დაიფაროს. სწორედ ასეთი ქვეყნების სიაში მესამე კატეგორიაში მოხვდა საქართველო, ჯგუფში, რომელშიც შედიან შედარებით მცირე ეკონომიკის ქვეყნები და სადაც ანგარიშის თანახმად ჩინეთთან დაკავშირებული საქონლის გადამისამართებისთვის შესაძლოა არსებობდეს გარკვეული სუსტი რგოლები, მათ შორის თავისუფალი ზონები, პორტებთან ან საზღვრებთან წვდომა, საბაჟო საწყობები, შეზღუდული წარმოების შესაძლებლობები ან საბაჟო კონტროლის შეზღუდული შესაძლებლობები. ანგარიში საქართველო რამდენჯერმე არის ნახსენები, მათ შორის როგორც სარტყლისა და გზის პროექტის სახმელეთო კვანძის ფუნქციის მატარებელი, რაც ნიშნავს სარკინიგზო და მშრალი პორტების ტრანზიტს, კონსოლიდაციას და სახმელეთო მარშრუტიდან საზღვაო მარშრუტზე ტვირთის გადაცემას. მესამე დონეს შეადგენენ მცირე ოპორტუნისტული ჩინური სამიზნეები. ესენი არიან შედარებით მცირე ეკონომიკები, სადაც უკანონო ტრანსშიპმენტის აბსოლუტური მოცულობა ნაკლებია, თუმცა აქვთ გარკვეული სუსტი რგოლის უპირატესობები, მათ შორის იაფი მუშახელი, თავისუფალი ზონები, პორტებზე ან საზღვრებზე წვდომა, საბაჟო საწყობები, ვიწრო სპეციალიზაციის სამონტაჟო შესაძლებლობები, შეერთებული შტატების ბაზარზე შეღავათიანი წვდომა ან საბაჟო კონტროლის შეზღუდული შესაძლებლობები, რაც მათ ჩინეთთან დაკავშირებული საქონლის მარშრუტის შეცვლისთვის მიმზიდველ ოპორტუნისტულ სამიზნეებად აქცევს. აზერბაიჯანი და საქართველო უზრუნველყოფენ სარკინიგზო და მშრალი პორტების ტრანზიტს, ტვირთების კონსოლიდაციას და სახმელეთო მარშრუტებიდან საზღვაო მარშრუტებთან დაკავშირებას. ოპოზიციისთვის თეთრი სახლის ანგარიში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო არასანდო პარტნიორია არა მარტო ევროპის ქვეყნებისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვის და ამ სიტუაციაში პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გადატვირთვა, რაზეც ოცნება საუბრობს, სასაცილოა. ამ ვითარებაში პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გადატვირთვა კიდევ უფრო სასაცილოა, ვიდრე ისედაც უკვე იყო ქოცური რეჟიმის პოლიტიკის პირობებში, როდესაც ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვისმენთ, რომ ან ეს კურსი შეიცვლება, ან ამერიკასთან არ იქნება ურთიერთობების არავითარი ნორმალიზება და დასტაბილურება. ეს არის კიდევ ერთი დარტყმა ქართული ოცნების რეჟიმისთვის და კიდევ ერთი მხილება რეჟიმისა, რომელმაც სამწუხაროდ საქართველოს ჩააყენა ყველაზე ჩამორჩენილი სახელმწიფოების რიგში, რომელიც ისევ არიან აღქმული როგორც პარტნიორები, არამედ როგორც პრობლემური სივრცეები. ოცნებაში თეთრი სახლის ანგარიშს არ ენდობიან და ფაქტებს ითხოვენ. ამ საკითხზე ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგზე დასმულ კითხვას უპასუხა. დაუწერია სხვადასხვა მხარეს ფაქტებზე დაუფუძნებლად ბევრი რამ. აქედან გამომდინარე ასეთ დასკვნებს უნდა გააკეთებთ. შეიძლება ფაქტებზე დაფუძნებით დაწეროს რაღაცა, შეიძლება არ დაწეროს ფაქტებზე დაფუძნებით. კი ბატონო, თუმცა ეს არც სახელმწიფო დეპარტამენტია და არც საელჩო. ყოველ ჯერზე თეთრ სახსაც შეიძლება ვიღაცა მიაწოდოს შეგნებულად არასწორი ინფორმაცია. ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთი ინფორმაცია გვეყდება, ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს და შემდეგ ფაქტებს ვერ გასწრიან ხოლმე, ეს არის სტანდარტული მოცემულობა. ფაქტი მოგვაწოდო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არავითარი სქემა ქვეყანაში არ არსებობდეს. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მოგვაწოდონ ფაქტი თუ იქნება, რეაგირებაც გვექნება. თეთრი სახლის ვაჭრობისა და წარმოების პოლიტიკის ოფისი, რომელმაც ეს ანგარიში გამოაქვეყნა, 2017 წელს დონალდ ტრამპმა დააფუძნა. შედეგად ჩინური პროდუქციის არალეგალური გადამისამართების სქემების გამო სანქციები დაეკისრათ იმ უცხოურ შუამავალ ფირმებსა და ბანკებს, რომლებიც ჩინეთს ამერიკული ტარიფებისთვის გვერდის ავლითა და იარლიყების გადაკეთებით საქონლის შეტანაში ეხმარებოდნენ. 13 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიში კიდევ ერთხელ ნათქვამია, რომ ქვეყნები, რომლებიც ტარიფების გვერდის ავლის მიზნით საქონელს უკანონოდ გადაამისამართებენ, დამატებით სატარიფო ზომებს, სანქციებსა და შეერთებული შტატების ბაზარზე წვდომის დაკარგვას დაექვემდებარებიან.